მოდით ვნახოთ, სად და რა პირობებში ტარდებოდა მსოფლიო ჩემპიონატები თითქმის 1 საუკუნის განმავლობაში. ვიწყებთ 1930 წლიდან. ურუგვაი, ისტორიაში ფეხბურთის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი. მაშინ ტრანსატლანტიკური ფრენები არ არსებობდა. ევროპელებს ოკეანის გადასაცურად გემით 3 კვირა დასჭირდათ. ამ უდიდესი გეოგრაფიული ბარიერის გამო ტურნირზე მხოლოდ 4 ევროპული გუნდი ჩავიდა. 1934 წელი, იტალია. ტურნირმა ევროპაში გადმოინაცვლა. ეს იყო პირველი ჩემპიონატი, სადაც გუნდებს მონაწილეობისთვის შესარჩევი ეტაპის გავლა მოუწიათ. მოსოლინის ფაშისტურმა რეჟიმმა ჩემპიონატი აქტიურად გამოიყენა პროპაგანდისტული მიზნებისთვის. 1938 წელი, საფრანგეთი. ტურნირი მეორე მსოფლიო ომის მოლოდინში და შეცვლილი საზღვრები. მაგალითად, ავსტრიის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი გაიარა, მაგრამ ჩემპიონატზე ვერ გამოვიდა. ნაცისტურმა გერმანიამ მისი ანექსია მოახდინა და ავსტრია მსოფლიო რუკიდან დროებით გაქრა. 1950 წელი, ბრაზილია. ომის შემდგომი პირველი ტურნირი ახალ პოლიტიკურ რეალობაში. ბრაზილიამ სპეციალურად ააგო გიგანტური მარაკანა, სადაც გადამწყვეტ მატჩს რეკორდული 200,000 მაყურებელი დაესწრო. ფეხბურთი მასშტაბურ ინდუსტრიად იქცა. 1954 წელი, შვეიცარია. მეორე მსოფლიო ომისგან დანგრეული ევროპის ფონზე ტურნირი ყველაზე უსაფრთხო და ნეიტრალურ ქვეყანაში, შვეიცარიაში ჩატარდა, რადგან მისი ინფრასტრუქტურა ომს გადაურჩა. ეს იყო პირველი მუნდიალი, რომელიც ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცა. 1958 წელი, შვედეთი. გეოგრაფიულად ყველაზე ჩრდილოეთით ჩატარებული ჩემპიონატი ისტორიაში. გეოგრაფიული ბარიერი სწორედ აქ დაირღვა. ბრაზილია გახდა ისტორიაში პირველი ნაკრები, რომელმაც მუნდიალი საკუთარი კონტინენტის მიღმა მოიგო. 1962 წელი, ჩილე. მუნდიალი წყნარი ოკეანის სანაპიროზე, უკიდურესად ვიწრო და გრძელ ქვეყანაში. ტურნირამდე ცოტა ხნით ადრე ჩილეში ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი 9.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რამაც ლანდშაფტიც კი შეცვალა, თუმცა ქვეყანამ სტადიონების აღდგენა და მასპინძლობა მაინც შეძლო. 1966 წელი, ინგლისი. ფეხბურთი თავის ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა. სწორედ აქ გაჩნდა პირველად ჩემპიონატის ოფიციალური თილისმა, რამაც ტურნირის მარკეტინგული მხარე სამუდამოდ შეცვალა. 1970 წელი, მექსიკა. საზღვრები ფართოვდება. პირველი მუნდიალი ჩრდილოეთ ამერიკაში და ნამდვილი გეოგრაფიული შოკი. თამაში ზღვის დონიდან ძალიან მაღლა, ჟანგბადის ნაკლებობისა და გაუსაძლისი სიცხის პირობებში. 1974 წელი, დასავლეთ გერმანია. ცივი ომის პიკი და რუკაზე ორად გაყოფილი გერმანია. ტურნირის ისტორიაში პირველად და უკანასკნელად ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის ნაკრებები დაუპილისპირდნენ. 1978 წელი, არგენტინა. ტურნირი სამხრეთ ამერიკაში დაბრუნდა. ჩემპიონატი უმძიმეს პოლიტიკურ ფონზე, სამხედრო ხუნტის პირობებში ჩატარდა. ევროპული ქვეყნების ბოიკოტის მუხარის მიუხედავად ტურნირი მაინც შედგა. 1982 წელი, ესპანეთი. ტურნირი ფართოვდება და მასში პირველად 24 გუნდი ერთვება. მატჩები რეკორდული რაოდენობის 17 სხვადასხვა სტადიონზე გადანაწილდა. ეს იყო პირველი ჩემპიონატი, სადაც ყველა გეოგრაფიულმა ზონამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ოკეანეთმაც, ახალი ზელანდიის სახით. 1986 წელი, მექსიკა. მექსიკა ხდება პირველი ქვეყანა, რომელმაც ტურნირს მეორედ უმასპინძლა. თავდაპირველად ჩემპიონატი კოლუმბიაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ეკონომიკური პრობლემების გამო მათ უარი თქვეს. ტურნირამდე რამდენიმე თვით ადრე მექსიკაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, მაგრამ ქვეყანამ ინფრასტრუქტურის შენარჩუნება და მუნდიალის ჩატარება მაინც შეძლო. 1990 წელი, იტალია. იტალიაც მეორედ მასპინძლობს ტურნირს. პოლიტიკური რუკისთვის ეს უმნიშვნელოვანესი ისტორიული მომენტია. ეს იყო ბოლო მუნდიალი საბჭოთა კავშირისთვის, იუგოსლავიისთვის და დასავლეთ გერმანიისთვის. ჩემპიონატის დასრულებიდან მალევე ევროპის საზღვრები მნიშვნელოვნად შეიცვალა. 1994 წელი, ამერიკის შეერთებული შტატები. გეოგრაფიული მასშტაბების ახალი რეკორდი. თამაშები გაიშალა უზარმაზარ ტერიტორიაზე, სხვადასხვა დროის სარტყელსა და კლიმატურ ზონაში. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელებს 1000 კილომეტრის ფრენა უწევდათ, ამ ტურნირმა დასწრების აბსოლუტური ისტორიული რეკორდი დაამყარა. 1998 წელი, საფრანგეთი. გუნდების რაოდენობა 32-მდე იზრდება. გაფართოებამ შესაძლებელი გახადა აზიისა და აფრიკის მეტი წარმომადგენლის დამატება, რამაც ტურნირი გეოგრაფიულად ბევრად უფრო გლობალური გახადა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. 2002 წელი, იაპონია და სამხრეთ კორეა. პირველი მუნდიალი აზიის კონტინენტზე და პირველი შემთხვევა, როცა ტურნირს ორმა ქვეყანამ ერთდროულად უმასპინძლა. ამან ლოჯისტიკურად ურთულესი ამოცანა შექმნა, რადგან გუნდებს ორ სხვადასხვა სახელმწიფოში უწევდათ გადაადგილება. 2006 წელი, გერმანია. პირველი მსოფლიო ჩემპიონატი უკვე გაერთიანებულ გერმანიაში. ამ მუნდიალზე უნიკალური გეოგრაფიულ-პოლიტიკური ფაქტი დაფიქსირდა.
სერბეთისა და მონტენეგროს ნაკრები ტურნირზე ერთიანი გუნდით გამოვიდა, თუმცა ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მონტენეგრომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ქვეყანა დაიშალა, ანუ გუნდი წარმოადგენდა სახელმწიფოს, რომელიც რუკაზე უკვე აღარ არსებობდა. 2010 წელი, სამხრეთ აფრიკა. ჩემპიონატმა აფრიკის კონტინენტამდეც მიაღწია. ეს ტურნირი ისტორიაში შევიდა აფრიკული კულტურის უნიკალური ატრიბუტით, ვუვუზელების გამახროვებელი ხმაურით. აქ კიდევ ერთი დიდი ბარიერი დაირღვა. ესპანეთის ნაკრების გამარჯვებით ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ევროპულმა გუნდმა მსოფლიო თასი ევროპის კონტინენტის მიღმა მოიგო. 2014 წელი, ბრაზილია. 64 წლის შემდეგ ტურნირი ბრაზილიაში დაბრუნდა. ამ ორ ჩემპიონატს შორის რუკაზე უნიკალური ცვლილება დაფიქსირდა. 1950 წელს ბრაზილიის პირველი მუნდიალის დროს ქვეყნის დედაქალაქი რიო-დე-ჟანეირო იყო. 2014 წელს კი მატჩებს უკვე ახალმა დედაქალაქმა ბრაზილიამაც უმასპინძლა, რომელიც წინა ჩემპიონატის დროს მსოფლიო რუკაზე საერთოდ არ არსებობდა და მოგვიანებით ნულიდან აშენდა. 2018 წელი, რუსეთი. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს სპორტით რეპუტაციის გათეთრების კლასიკური მაგალითი იყო. ყირიმის ანექსიისა და პოლიტიკური მკვლელობების გამო დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთს დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადეს. ინგლისის ნაკრები ტურნირში მაინც მონაწილეობდა, მაგრამ ბრიტანეთის მთავრობამ და სამეფო ოჯახმა ჩემპიონატზე ჩასვლაზე უარი თქვეს. დიქტატორული რეჟიმის ფონის დამალვა ვერც ფინალში მოხერხდა, როცა მოედანზე პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით აქტივისტები შეიჭრნენ. 2022 წელი, კატარი. პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ახლო აღმოსავლეთში. კატარი ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე პატარა მასპინძელი იყო, თუმცა ადგილობრივმა გეოგრაფიამ მაინც მთავარი როლი ითამაშა. ზაფხულის 50 გრადუსიანი სიცხის გამო მუნდიალი ისტორიაში პირველად ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა.